ჯო ბაიდენმა 40 სიკვდილ მსჯილიდან 37 სასჯელი შეუმსუბუქა და უმაღლესი ზომა სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის არიან სერიული მკვლელები, პედოფილები და მძიმე ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულები. ჯო ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის პოსტის დატოვებამდე ერთი თვითადრე მიიღო. ამ სიახლის გაგებისას უპირველეს ყოვლისა სიბრაზე ვიგრძენი. ძალიან დამთრგუნველია იმის გააზრება, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია, თანაც ისე რომ დაზარალებულებს არ გაესაუბროს და არ გაიგოს რისი გავლა-გვით. ეს პრეზიდენტის მხრიდან ამორალური საქციელია. მოდით დავფიქრდეთ ამაზე. სასიკვდილო განაჩენი არ მოიხსნა მხოლოდ იმ სამ დამნაშავეს, რომელთა საქმეები საზოგადოებისთვის ცნობილია და მსხვერპლთა სახელების შესაძლოა ვიცით კიდევ. ჯო ბაიდენმა სასიკვდილო განაჩენი ჩვენს ქვეყანაში 37 ყველაზე საშინელ მკვლელს შეუცვალა, როდესაც თითოეული მათგანის ქმედებების შესახებ გაიგებთ, ვერ დაიჯერებთ, რომ მან ეს გააკეთა. მსხვერპლთა ახლობლები და მეგობრები უფრო მეტად განადგურებულნი არიან. ინაუგურაციის შემდეგ იუსტიციის დეპარტამენტს სასიკვდილო განაჩენის აქტიური აღსრულების თხოვნით მიმართავ, რათა ამერიკელთა ოჯახები და ბავშვები მოძალადეების, მკვლელებისა და მონსტრებისგან დაცულნი იყვნენ.